აფზე გამოცხადდა ქუთაისთან ახლოს რეგიონება თავდაცვის სამინისტრო. აფზე გაიცემა საიდუმლო მოხდება ისევ სპაჯის მოაზრება მაგალითად აქ არის თუ არა საიდუმლო ესეთი თემა და მეორე ვაჭრობის შეუცვლელად დაწესებულად როგორც შემოთავაზება ისე არის. წარმოადგენთ პროექტს ხარჯს სამშენებლო შესყიდვებს ჰქონდა რამოდენიმე პრობლემა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მათგანი იყო ტრანსპარენტურობა. აქამდე საიდუმლო შესყიდვები სამშენებლო ნაწილში შემდეგი პრინციპით ხდებოდა, რომ სრულიად სუბიექტურად ირჩეოდა რამოდენიმე კომპანია, 5-6 კომპანია, მათ ურიგდებოდა მხოლოდ ასე ვთქვათ დოკუმენტაცია და ისინი მონაწილეობდნენ ასე ვთქვათ ფასთა გამოკითხვაში. და ამის მერე გამარჯვებულთანაც ხდებოდა შემდგომი ვაჭრობა და შეიძლება გამარჯვებული ერთი ყოფილიყო და კონტრაქტი დადებულიყო მეორესთან. შესაბამისად ეს იყო სრულიად არატრანსპარენტული და არასამართლიანი მექანიზმი, ახლა ჩვენ შევცვალეთ ეს მექანიზმი და საიდუმლო სამშენებლო ვთქვათ შესყიდვები ზუსტად ისევე პრინციპით მოხდება, როგორც არის ღია ტენდერები სპაჯისზე. ესე იგი, სპაჯის მეშვეობით მოხდება ვაჭრობა და ვინც იქნება გამარჯვებული, იმასთან დაიდება კონტრაქტი, ხოლო რაც საიდუმლო დოკუმენტაცია, ის საიდუმლო კომუნიკაციით მოხდება. ესე იგი, საიდუმლოებასაც არავითარი პრობლემა არ ექნება, არ დაირღვევა საიდუმლოების თემა და იმავდროულად ძალიან ღია და ტრანსპარენტული იქნება მთელი ეს პროცესი და ჩემის აზრით ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი შესყიდვებში. აღსანიშნავია, რომ ეს კანონმდებლობის მიხედვით განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოების სფეროს, შესაბამისად კონკრეტული რეგულაციები სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არსებობს ქვეყანაში, შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ დავაწესოთ შიდა რეგულაციები ამ კუთხით, უფრო ასე ვთქვათ გასაგები გავხადოთ ყველა მონაწილე და დაინტერესებული მხარისთვის ის პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობთ მათ აი ამ პროცესში ჩართულობას. დღეს იყო ასე ვთქვათ გაცნობა აი ამ ერთ-ერთი რეფორმის პროექტის, რომელიც თავის-თავში გულისხმობს დაინტერესებული მხარეებისთვის ასე ვთქვათ ღია და საჯაროდ ინფორმაციის მიწოდებას თუ რა პროექტებზე იმუშავებს თავდაცვის სამინისტრო, რა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ამის მიწოდება კომპანიებისთვის მოხდება ანალოგიური წესით, როგორც ეს ხდება ელექტრონული ღია შესყიდვების დროს, იმ ელექტრონული სისტემის და ელექტრონული მოდულის გამოყენებით, რითაც ვთქვათ, სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდება საჯაროდ. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება წვდომა ამ გამოცხადებულ პროექტებთან და მათი დაინტერესების შემთხვევაში ყველას თანაბრად ექნება შესაძლებლობა ჩაერთნენ და წარმოადგინონ თავიანთი წინადადები, თავიანთი შემოთავაზებები სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს გაზრდის ასე ვთქვათ კონკურენციას, ღიას, საჯაროს გახდის ყოველ შემთხვევაში იმ დოზით, რა დოზითაც ამას კანონმდებლობის საიდუმლოების მარეგულირებული კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას, იმ დოზით ეს იქნება ცნობილი ყველა დაინტერესებული მხარისთვის და ვთვლით, რომ ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ამაზე არ შევჩერდები და ამ კუთხით, ასე ვთქვათ, მუშაობა და რეფორმები კვლავ გაგრძელდება. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რამდენადაც მშენებლებს მეტნაკლებად უჭირდათ ურთიერთობა თავდაცვის სამინისტროსთან. დღევანდელი დღეს შეხვედრა და დღეს გამოცხადებული სიტუაცია წინ გადადგმული ნაბიჯია ბევრად თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებში. ეს განაპირობებს კონკურენტულობის დასს, ამასთანავე წინა ვთქვათ დაუშვათ იმ დებულებებში არაფერი არ დაირღვევა, მაგრამ სამაგიეროდ მშენებლებს როიტყვიან გაუადვილდებათ მონაწილეობა ტენდერში. ამასთანავე თავისუფალი ნების გამოხატვა უფრო დიდია და საქმისთვის ძალიან გამოსადეგია.